შუადღემშვიდობის მოგესალმებით შუადღემშვიდობის. დღეს როგორც ყოველთვის ვამბობთ ხოლმე გადაცემის დასაწყისში მზია ამაღლობელი 21 დღე არის შიმშილობს და მისი მდგომარეობა რთულდება, ვიცით რომ გადაყვანილი იყო მომენტში სხვადასხვა კვლევებზე, მან მოითხოვა რომ ისევ დააბრუნონ საკანში მას შემდეგ რაც ეს კვლევები დასრულდებოდა. თემურ ქათამაძე ბათუმელი მედროშეკაცი 25 დღე არის შიმშილობს და უკვე გაცდენილია ყველა კრიტიკულ ზღვარს და დღეებს მათი შიმშილობის ვადა და მისი ჯანმრთელობის შესახებ ვიცი რომ საკმაოდ სუსტად არის ცუდად გრძნობს თავს და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განაახლა შიმშილობა საპატიმროში მე-7 დღე არის ის შიმშილობა ეს ის ბიჭია რომელიც თავიდანვე გამოუცხადა ქალბატონ მზიას სოლიდარობა თუმცა ჯანმრთელობის გამარჯვების გამო მას მოუხდა შეწყვიტა ასე ვთქვათ შიმშილობა თუმცა მან მას შემდეგ რაც დაასტაბილურდა განაახლა ახალგაზრდა ბიჭი არის ვიცი რომ ძალიან ბევრი წონა დაიკლო პირველი შიმშილობის შემდგომ და ის მაინც პრინციპულად აგრძელებს შიმშილობას მანამ სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან თავისუფლები და ზოგადად რეჟიმის პატიმრები ვიცით რომ 53 არის ასეთი ადამიანი და ძალიან დიდი სოლიდარობა არის საზოგადოებაში ამ ადამიანების მიმართ და ვიცით რომ იანვრის თვეში იყო საპროტესტო აქცია ერთ-ერთი 26 იანვარს იყო ქალბატონ მზია ამაღლობელის მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი აქცია იყო სულ და პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა იმ ადამიანების მიმართ რომლებიც მას თვალში მოხვდა ასე ვთქვათ და საინტერესოა რომ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს 6 თებერვალს ზუსტად ერთი დღის შემდეგ მას შემდეგ რაც გამკაცრდა შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონი, რომ უფრო მეტი ჯარიმა დაეწერათ ამ ადამიანებისთვის, ის რასაც ედავება სასამართლო ამ ადამიანებს, ითვალისწინებს მინიმუმ 5,000 ლარიან ჯარიმას და შეიძლება იყოს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც. ეს ადამიანები უბრალოდ 9 საათი იყვნენ მოსამართლის სახლთან, სადაც აპროტესტებენ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას და მინდა რომ ჩვენ მაყურებელს უთხრათ თუ ვინ არიან ეს ადამიანები, ესენი არიან ფსიქოლოგი მაია ცირამოა, გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი, ნინო ქათამაძე მუსიკოსი, ლადო აფხაზავა მასწავლებელი, ხვიჩა ვაშაყმაძე ჟურნალისტი, ქეთევან ფილაური ფსიქოლოგი, ირინა ზარანდია სამოქალაქო აქტივისტი, გივი წინცაძე ლანჩხუთის საკრებულოს წევრი და იკა კუხალაშვილი ქუთაისის პოსტის ჟურნალისტი. ამ ადამიანებს ემუქრებათ მინიმუმ 500 ლარიანი ჯარიმა. ანუ ეს რაღაც ეკონომიკური ტერორი უკვე ყოველდღიურობად იქცა ქართული ოცნების მხრიდან რომ ადამიანებს ძალიან მაღალ ჯარიმებს აკისრებენ, რომ თითქოს რაღაცა შიში გააღვივონ, რომ ადამიანები აღარ გამოვიდნენ გარეთ, თუმცა ვიცით რომ ეს პირიქით მოქმედებს, იმიტომ რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იკრიბება რუსთაველის გამზირდა სხვადასხვა წერტილებში, სადაც საპროტესტო კერები ჩდება და დღესაც ერთ-ერთი ასეთი კერა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც ფსიქოლოგები იკრიბებიან და იმ ადამიანების ხარდამჭერები, ვინც ამ უკანონო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. დღეს ქუთაისის სასამართლოში მიმდინარეობს ეს პროცესი და სოლიდარობის ნიშნად თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ხდება საპროტესტო აქცია, საიდანაც გვექნება ჩვენ ახლა ჩართვა. მარინა ჩიტაშვილი იქნება დღეს ჩვენი სტუმარი ჩართვით, ფსიქოლოგი. ვიცი რომ ხაზზე ყავს უკვე. მოგესალმებით ქალბატონო მარინა. მოგესალმებით ქალბატონო მარინა, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. დღეს რაღაცნაირად სოლიდარობის ჯაჭვი გრძელდება. ადამიანები ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ. დღეს თქვენ კოლეგებს, ფსიქოლოგებს და არა მარტო თქვენ კოლეგებს, იმ ადამიანებს, ვინც დაკავებულები იქნენ ქუთაისში უცხადებთ სოლიდარობას. საინტერესო არის დავიწყოთ იქიდან რომ რა არის მთავარი გზავნილი, რა არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომ იკრიბებიან დღეს ფსიქოლოგები უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. მოგესალმებით, მადლობა რომ მაძლევთ საშუალებას ფსიქოლოგების სახელითაც ვილაპარაკო. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ როგორც პროფესიული თემი ორი ჩვენი კოლეგის მხარდასაჭერად და მათთან ერთად იმ 7 ადამიანის, რომლის სასამართლოც ამჟამად ქუთაისში მიმდინარეობს. ჯერ ვიტყვი იმას, ვინ არიან ეს ჩვენი კოლეგები, მათ მთელი თავისი პროფესიული კარიერის მანძილზე 2005 წლიდან
ძირითადი საქმიანობა წარმართული იყო ძალადობის მსხვილ ადამიანებთან მუშაობაზე, პენიტენციურ სისტემაში ამ სისტემის ჰუმანიზაციაზე, არასრულწლოვან დამნაშავეთა თავიდან რესოციალიზაციაზე, ძალადობის მსხვილ ქალებთან და ბავშვებთან მუშაობაზე და ასევე წამების მსხვილ ადამიანებთან მუშაობაზე. რატო ჩამოვთვალე ახლა მე ეს ყველაფერი? მათ ერთი დიდი სახელი შეიძლება დავარქვათ ტრავმა სხვადასხვა ხარისხებით ამ ადამიანებმა ყველაზე უკეთიციან რას წარმოადგენს, ანუ რა მდგომარეობაშია ის ადამიანი, რომელიც ხდება მსხვერპლი გარკვეული სიტუაციის და რა ზეწოლას განიცდის ის, რომ მისი ფსიქიკური ცლიანობა არ დაიშალოს. აი ეს ორი ადამიანი მუშაობს ასეთი ტიპის ადამიანებთან და მათ სრული პროფესიული ეთიკის დაცვით, ანუ ფსიქოლოგთა პროფესიული ეთიკის დაცვით უნდა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება, როდესაც არ იქნა მიღებული ამაღლობელის საქმეზე მისი სააპელაციო განხილვა, ეს ერთი, მეორე, ეს არის მოქალაქის სინდისი, რომელსაც არ შეუძლია არ მოიყოს ხმა და არ გააპროტესტოს ის, როდესაც ის ხედავს ძალადობას, ერთი მიმართულებით და მეორე მიმართულებით არის, ასე ვთქვათ, პირიქით წახალისებული ძალადობრივი ქცევა. და მესამე რაც მთავარია, ფსიქოლოგებისათვის არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე არის ადამიანი, მისი თავისუფლება და ღირსების დაცვა და ეს ორი ადამიანი ზუსტად ამ პრინციპს ახორციელებს არა მარტო იმ დღეს, როდესაც იქ იდგნენ, არამედ მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში. ეს ორი ადამიანი არის სახე პროფესიული თემის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ფსიქოლოგები, ყოველგვარი ზედმეტი პათოსისა თუ პათეტიკის გარეშე და შესაბამისად ჩვენ მათ უცხადებთ სოლიდარობას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ მიგვიღია ჯერჯერობით რაიმე სამართალ დამრღვევის სტატუსი ყოველ შემთხვევისათვის ასე ვთქვათ მასიურად არ აღმოჩენილად ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, ჩვენ ვაცხადებთ სოლიდარობას მათ მიმართ და ვამბობთ, რომ დიახ, ჩვენც იგივე ღირებულებებს ვიწავთ. ამიტომ აქ ვისაც თქვენ უყურებთ, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც საზიარო გვაქვს და ერთიანი პროფესიული სტანდარტი, ერთიანი ღირებულებითი სისტემა გვაერთიანებს. ქალბატონო მარინა, საინტერესოა, რას ფიქრობთ, რა ფაზაში იმყოფება ახლა ეს რეჟიმი, რას ნიშნავს, როდესაც საზოგადოებაზე ასეთი რეპრესიული ქმედებებით მოქმედებს ეს რეჟიმი, რა არის მათი მდგომარეობა, რა განაპირობებს აი ამ მათ ქმედებას და რა ფსიქოლოგიური გავლენა შეიძლება ამ ყველაფერმა მოახდინოს საზოგადოებაზე ზოგადად. ხო, ეხლა ეს ცოტათი ისეთი საკითხია, რომელსაც ალბათ სჯობს, რომ ქუჩიდან არ ვილაპარაკოთ, არამედ ეს სერიოზული განხილვის თემაა, მე მარტივ რაიმას მოგახსენებთ. ანუ გარედან ქცევის დაკვირვება გულისხმობს ესეთ უბრალოდ ფსიქოლოგიის ახსნის ბევრი მოდელი არსებობს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ისე რომ არ შევეხოთ ვინმე კონკრეტულ პიროვნებებს, რადგან ამისათვის ცოტა უფრო მეტი მასალაა საჭირო და ცოტა უფრო სხვა ტიპის არგუმენტაცია, შევჩერდეთ მხოლოდ იმაზე, რა ქცევასთან გვაქვს საქმე. ქცევა არის ესეთი: პატიმრობის ხანგრძლივობის გაზრდა, ჯარიმების რაოდენობის გაზრდა და შესაბამისად სასამართლოს აღარა აქვს ვალდებულება, რომ ყველა ეს საქმე განიხილოს. ანუ ეს ყველაფერი ემსახურება მეორე ადამიანის მიმართ, ანუ ვისაც სამიზნედ ამოირჩევ, მისი მოწყვლადობის და დაუცველობის გაზრდას. მოწყვლადობისა და დაუცველობის გაზრდა ავტომატურად იწვევს შიშის გაძლიერებას და ადამიანი გარბის სიტუაციისაგან. ანუ ქცევის დონეზე ეს ნიშნავს შიშის დათესვით, როგორმე ადამიანები გაიყვანონ მოქმედების არეალიდან და შესაბამისად მათ გაუჩინონ სრული დაუცველობის განცდა. ეს ძალიან კარგი საკითხია და ჩვენი სოლიდარობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ აქ ვისაც უყურებთ, ვინც ვიყავით პრაქტიკაში და ვინც ახლა არიან პრაქტიკაში, ჩვენ ძირითადად მუშაობთ იმ ადამიანებთან და ეგ ორი ადამიანი განსაკუთრებით,
რომლებმაც კარგად იციან შიშს რა შეუძლია დამართოს ადამიანს. და ისინი იბრძოდნენ იმისათვის და მუშაობდნენ იმაზე, რომ შიშისაგან გაენთავისუფლებინათ ადამიანი. ამიტომ ყოველ შემთხვევისათვის შიშის გამოყენების ის მექანიზმები, რომელიც ჩვენთვის არის კარგად ცნობილი, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ ვიღაცამ უარი თქვას თავისი პროფესიული სტანდარტის და სინდისის ხმაზე და შესაბამისად ეს სოლიდარობის აქცია ამაზედაც არის მიმართული. თქვენ კითხვაზე კი პასუხი ერთია, რას აკეთებს ამ წუთას ხელისუფლება, მოქმედი ხელისუფლება, ის თესავს შიშს, აძლიერებს შიშის ესკალაციას მარტივი მიზეზით. ის რისიც გეშინია, გადიხარ იმ სიტუაციიდან. სიტუაციიდან გასვლა ნიშნავს სამოქალაქო აქტივობის შესუსტებას. ქალბატონ მარინე, აი როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება შიშს თესავს იმ გაზრდილი ჯარიმებით, გაზრდილი ადმინისტრაციული პატიმრობით და იმ ტერორით, იმ ეკონომიკური ტერორით, რომელსაც ის საკუთარ მოქალაქეებზე ახორციელებს, გულისხმობ ამ მინიმუმ 5,000 ლარიან ჯარიმებს. გავიგეთ რის მიღწევას ცდილობს ამითი, თუმცა საინტერესო არის, როდესაც ხელისუფლება და ადამიანთა ჯგუფი ცდილობს ამის გაკეთებას, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც არ უნდა იყოს გაწონასწორებული და მეტყველებს ეს რამეზე. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ, როგორ მდგომარეობაში არის მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი არის ახლა, როდესაც ასეთ ქმედებებს ახორციელებს? ამაზე მოგახსენეთ უკვე, რომ მე არანაირი უფლება არ მაქვს, ესეც ჩემი პროფესიული სტანდარტიდან გამომდინარე, ვილაპარაკო მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამისათვის სულ ცოტა უნდა არსებობდეს მათი თანხმობა იმაზე, რომ მე თუნდაც ერთი ინტერვიუ მქონდეს მათთან გაკეთებული, ხოლო რაც შეეხება მათ საჯარო გამოსვლებს, ასეთ შემთხვევაში მე შემიძლია მხოლოდ დასკვნა გავაკეთო იმაზე, რასაც მე ამაში ვხედავ და საჯარო გამოსვლების კვალობაზე, როდესაც ისინი იძლევიან მცდარ ინფორმაციას, მაგალითად ძალიან მარტივი, რამდენი მოქალაქე დგას ამ წუთას საპროტესტო აქციაზე. ნუ მაშინაც კი, როდესაც ათასობით იდგა ადამიანი, ეს დადიოდა სულ რაღაც 200 ადამიანზე, ხოლო გუშინ თუ გუშინ წინ უკვე ზუსტად არ მახსოვს, გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ 400 ადამიანის მიერ არის გადაწყვეტილი და 400 ადამიანის გამო სახელმწიფო პოლიტიკა არ შეიცვლება. ისევ ქცევის დონეზე ეს ნიშნავს მცდარი რიცხვების გავრცელებას და მეორე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც ამ გარედან ქცევის შემთხვევაში იყო, ეს არის, როდესაც ხელისუფალი ითხოვს, ანუ ასეთ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ითხოვს მსჯავრდებულისგან მონანიებას და თავის საქციელის უარყოფას. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მას აინტერესებს მორჩილება და სინანული, თორე ის არ მსჯელობს არანაირად. მორჩილება და სინანული არის ეკლესიის და რელიგიის პრეროგატივა და არა ხელისუფალის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, ქცევიდან ეს ყველაფერი ემსახურება იმას, მოიქეცი ისე, როგორც მე მინდა და ყველაფერი იქნება კარგად. ეხლა ვინ იქცევა ესე, რომ როგორც მე მინდა ისე მოიქცე, ანუ ვის ახასიათებს ესეთი ქცევა? ყოველ შემთხვევისათვის ახასიათებს ისეთ ადამიანს, რომელიც მეორეს ვერ ხედავს, უბრალოდ ვერ ხედავს და მას არ აღიქვამს როგორც ისეც, რომელთანაც თანასწორ ურთიერთობაში უნდა შევიდეს. ანუ ეს არის იერარქიული დამოკიდებულება, მე ზემოთ, შენ ქვემოთ და შესაბამისად შენ არ გაქვს უფლება გქონდეს, ანუ შენ უნდა მუხლებზე იდგე და მე უნდა სავარძელზე ვიჯდე და არც ერთ შემთხვევაში ჩემი ნებართვის გარეშე სამფეხა ჯორკოზედაც კი ვერ გადაჯდები. ანუ ეს არის არათანასწორი ურთიერთობა მეორე ადამიანთან. ქალბატონო მარინა, თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ყველანაირ ბერკეტს ხელიდან აცლის საზოგადოებას ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ხელისუფლება, იმიტომ რომ ხმის ამოღების უფლებაც არ გვაქვს, გამოხატვის თავისუფლება, მედიის შეზღუდვა და მრავალი, ასე ვთქვათ, მორჩილებაში მყოფი კანონები. რა არის ამ შემთხვევაში, რა რჩება საზოგადოებას იმისთვის, რომ რაღაცნაირად ამ რეპრესიებს შეებრძოლოს, იმიტომ რომ ერთი რაც ვიცით, არ უნდა დავემორჩილოთ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისათვის. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გზაზე?
მათთან ბრძოლის. არასოდეს არ უნდა უღალატოთ საკუთარი სინდისის ხმას და მაშინაც კი, როდესაც იცით, რომ თქვენს მიმართ რეპრესია შეიძლება განხორციელდეს, თქვენ უნდა გაყოთ თქვენი სინდისის ხმას. ეს არის სულ. მე არ მოვითხოვ არანაირ გმირობას და უფრო მეტიც გმირები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ მე ვთვლი, უბრალოდ ჩემი არის რეკომენდაციაც კი არ არის, ჩემი არის ფაქტის კონსტატაცია. და ყველას ვისაც რისი გაკეთება შეუძლია გააკეთოს ის და თავის თავს უთხრას რომ ამის მეტი მე არ შემილია ეს არის ჩემი ლიმიტი აი თუნდაც ის რომ ვიღაცის ლიმიტი არის რომ ერთ კვირაში ერთჯერ თუნდაც 1 საათით რაღაცა გააკეთოს საერთო საქმისათვის ეს უკვე ნიშნავს იმას რომ ის სოლიდარულია იმ ადამიანების მიმართ რომლებიც იცავენ თავის სინდისს იცავენ ღირებულებას იმის ღირებულებას რომელიც ძალიან მარტივია ადამიანი არის უმაღლესი ღირებულება მისი სიცოცხლე თავისუფლება და ღირსება ხელს შეუხებელია. ქალბატონო მარია და ბოლოს ერთსაც კითხავთ, აი თქვენი ფსიქოლოგიური გამოცდილებით, თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, საინტერესოა როგორ შეაფასებთ დღევანდელი საზოგადოების მდგომარეობას. ის რომ პროტესტი გრძელდება უკვე 75 დღეა, ის რომ სხვადასხვა პროფესიული კავშირები იქმნება და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სოლიდარულები არიან, ეს თვალსაჩინოა. თქვენი შეფასება როგორი იქნება, გვაინტერესებს. ჩემი შეფასება ძალიან მარტივი გახლავთ. ჩვენ ძალიან დავიგვიანეთ. ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო 30 წლის წინ, მაშინ როდესაც ბალტიის ჯაჭვი გაკეთდა 1999 წელს, ჩვენ მაშინ უნდა დაგვეწყო სამოქალაქო აქტივიზმი და არ უნდა გადაგვებარებინა ეს ყველაფერი პოლიტიკური ლიდერებისათვის ან მცირე ჯგუფისათვის, რომელიც პოლიტიკას მიიჩნევს თავის ძირითად საქმიანობად. ამიტომ მე ამას ვხედავ, რომ ეს არის დაგვიანებული რეაქცია, მაგრამ სწორი რეაქცია. ქვეყანას მართავს ხალხი, ქვეყანას მართავს ადამიანები, რომლებსაც აერთიანებს საერთო ღირებულებები. ამიტომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და კიდევ ერთი დემითოლოგიზაცია ხდება იმის, რომ ვიღაცა მიიცის უფრო მეტი და მას აქვს პოლიტიკაში უბრალოდ პოლიტიკური საქმიანობის განსაკუთრებული უნარები. რაღაცა მე ვერ დავინახე ეს უნარები, მაშინ როდესაც შესაძლებელია რომ კონსოლიდაციის გზაზე პოლიტიკური აქტიურობა იყოს. რადგან ეს სამოქალაქო საზოგადოების გასაკეთებელია, ამ საზოგადოების გასაკეთებელი გზა გაიარა ბალტიისპირეთმა, ბალტიის ჯაჭვიდან გუშინ მთლიანად ენერგოსისტემის დამოუკიდებლად ჩახსნაზე რუსეთ-ბელორუსიიდან და ევროპაზე მიერთებით, აი ეს გზა გვაქვს გასავლელი სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყოველგვარი მითოლოგიზირებული გმირების გარეშე. ეს გზა ძნელია და რთულია, მაგრამ არაუშავს გავლადია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მარინე დაგემშვიდობებით წარმატებულ დღეს გისურვებთ დიდი მადლობა საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ნამდვილად ყოველთვის მიყვარს ხოლმე მიმდინარე პროტესტზე საუბარი ფსიქოლოგებთან იმიტომ რომ განსხვავებული ხედვა აქვს ყოველთვის იმიტომ რომ პრინციპში რა პროცესაც ახლა საზოგადოება გადის ინდივიდის დონეზე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ეს და საინტერესო პრიზმიდან უყურებენ ყველაფერს მე მინდა რომ დასაწყისში ვახსენეთ 15 დღიანი პატიმრობა მომიტევეთ შემეშალა, იმიტომ რომ ეს 5 თებერვლიდან ეს რიცხვი შეიცვალა და 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა. ანუ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა სასამართლოს ეგრეთ წოდებული სასამართლოს წინაშე არიან წამდგარი ქუთაისში, პოტენციურად შეიძლება 60 დღიანი პატიმრობა შეეფარდოთ, იმიტომ რომ კანონი უკვე ამას ითვალისწინებს იმ სარღვევისთვის შეკრების და მანიფესტაციის კანონის შესახებ. ელენე ქორიძე გვეყოლება ჩვენ ახლა ჩართვით უნივერსიტეტის მაია ცირამოას ქალიშვილი მოგესალმებით ელენე დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ რაღაცნაირად ამ რეპრესიების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა თქვენი ოჯახი ჯერ იყო мама ზვიად ქორიძე რომელსაც პირდაპირ მნიშვნელობით ასე ვთქვათ თავს დაესხნენ და ახლა მაია რომელსაც მხოლოდ იმაშიდებენ ბრალს რომ ის სოლიდარული იყო ქალბატონი მზია ამაღლობელის მიმართ მოდი დავიწყებ აქედან როგორ შეაფასებ ამ მოვლენებს შენს ოჯახზე განვითარებულ რეპრესიებს მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს და
კი, ნამდვილად ასე არის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევა არის, ასე ვთქვათ, როდესაც ეს რეპრესიული კანონები თუ არ ვიცი რა შეიძლება ამას დავარქვათ, ჩვენი ოჯახის თავს, ასე ვთქვათ, გადაიარა ამ ყველაფერმა. მე გამიჭირდება და თავსაც შევიკავებ, ახლა შევაფასო ეს სასამართლო, რომელიც მიმდინარეობს, რამდენად სამართლიანი იქნება და ასე შემდეგ. ამ შეფასებას ჩვენ ალბათ მერე გავაკეთებთ, როდესაც ისინი გამოიტანენ საბოლოო განაჩენს. მაგრამ დღეს რეჟიმმა და მე ამ სიტყვას გამოვიყენებ, იმიტომ რომ ეს უკვე ნამდვილად რეჟიმი არის. გადაწყვიტა რომ დააპატიმროს სიტყვა, დააპატიმროს თავისუფლება და სამწუხაროდ თავს დაესხა ყველაზე მებრძოლ სიმართლის მთქმელ ადამიანებს. დღეს არიან ესენი მაია ცირამოა, კეთი ფილაური, ფსიქოლოგები, მათთან ერთად არიან ჟურნალისტი გელო მთიულიშვილი, პედაგოგი ლადო აფხაზავა და ისინი ბევრნი არიან, რომლებიც აპროტესტებდნენ, ყველა ვიცით, რასაც აპროტესტებდნენ ხომ ზია ამაღლობელს, ამაღლობელის საქმეს, რომელიც დღეს უკვე 20-ე დღეა შიმშილობს, ის რჩება საპატიმროში, წინასწარ ასე ვთქვათ, წინასწარ პატიმრობაში წინასწარ აქვს შეფარდებული მას საპატიმრო სასჯელი და არ ვიცი, თავისუფლება, ზიამ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები გვითხრა და ამას გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ სიცოცხლეზე უფრო ღირებული დღეს არის თავისუფლება და თავისუფლება ნამდვილად არის არ არის ხო ეს რაღაცა სივრცითი განზომილება, ის არ შემოიფარგლება რაღაცა კედლების რაოდენობით, ან კისოსების რაოდენობით, თავისუფლება გაცილებით მეტი არის და დღეს მზია, მაია და ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც ახლა ან სასამართლო პროცესში არის, ან იმყოფება საპყრობილეში, გაცილებით თავისუფალი არის, ვიდრე თავად რეჟიმი, რომელიც დღეს არის ერთი ადამიანის ტყვეობაში და ერთსაც ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო არის ეს საქმე, მაგ ძალიან გამიჭირდება ალბათ მაიას დედაჩემის პროფესიულ საქმიანობაზე ასე ლაპარაკი და ალბათ ვიქნები მიკერძოებულიც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ვახსენოთ, რომ ის სწორედ როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა იყო ქვეყანაში, მან ეს ნულოვანი ტოლერანტობიდან აღდგენით მართლმსაჯულებამდე მივედით. მაიას და ქეთის ამ შემთხვევაში ფსიქოლოგებს და იმასაც დავამატებ, რომ ეს არის არა მხოლოდ ამ ორ ადამიანზე ზეწოლა, არამედ თვითონ პროფესიაზე, მათ უნდათ რომ ჩაახშონ აი ამ პროფესიის წარმომადგენელი ადამიანების ხმა, მაგრამ ისინი ამ 9 წლის განმავლობაში არაერთი რა ვიცი, დღე, საათი ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული იმაში, რომ ემუშავათ მოსამართლეებთან, პროკურორებთან, განონძიებლებთან, რომ მისულიყვნენ აღდგენით მართლმსაჯულებამდე, რომელიც არის ჰუმანური, რაღაც ადამიანურ პრინციპებზე დაფუძნებული და დღეს სწორედ აი ის სასამართლო იბარებს მათ სასამართლოში, რომლის აშენებაშიც, რომლის განვითარებაში ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული და ეს რაღაცნაირად სიმპტომიც არის აი ამ რეჟიმის და ესე ხდება, საბოლოო ჯამში ესე ხდება, ჩვენ ისევ ნულოვან ტოლერანტობამდე მივდივართ და რეჟიმი, როდესაც ხედავს და ეს ყოველთვის ასე ხდებოდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამ შემთხვევაში ეს რეჟიმი, როდესაც ხედავს, რომ მას ძალა იცლება, რომ ის კარგავს ძალაუფლებას, ის ყველანაირ ძალას იხმარს იმისთვის, რომ დააშინოს ადამიანები, შეუზღუდოს მათ თავისუფლება, მაგრამ ამით ისინი ვერ ჩაახშობენ თავისუფლების ხმას. ძალიან დიდი მადლობა ელენე, ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს ამ 8 ადამიანის სასამართლოზე მათ საქმეს განიხილავს მალხაზ ოქროპირაშვილი, რომელიც იგივე მოსამართლეა, რომელიც ქალბატონ მზიას საპატიმროში დატოვა სააპელაციო სასამართლოში, მან არ მიიღო განხილვაში ქალბატონ მზიას აღკვეთი ღონისძიების ცვლილების შესახებ საჩივარი და ნიშანდობლივია, რომ იგივე ადამიანი ასაც ასამართლებს ახლა იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებდნენ ქალბატონ მზიას უკანონო პატიმრობას. დაგემშვიდობებით. საინტერესო არის და ამაზე ალბათ საინტერესო იქნება შემდეგ საუბარიც. მადლობა. კინოსცენარს გავს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და მშვიდობიან დღეს. დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა.
მადლობა. ხო, მართლაც კინოსცენარივით არის იგივე მოსამართლე, ახლა მზიას მიმართ სოლიდარულ ადამიანებს ასამართლებს დღეს. რის გადაწყვეტილებას რას მიიღებს ჩემთვის პირადად მე მგონი არანაირი ხო, სინამდვილეში ძალიან პატარა კონსოლიდირებული წრე არის იმ ადამიანების, რომლებიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან, არსებობს რაღაცა ასობით ადამიანი, რომლებიც კოორდინირებულები არიან ერთმანეთთან საპარლამენტო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებებში, სადაც მათ მთავარი საყრდენი არის ფიზიკური ძალა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ეხლა რეჟიმი მხოლოდ დგას ძალოვან სტრუქტურის რაღაც ნაწილზე, რომელიც ასევე ძალიან მოწყვლადი არის სინამდვილეში. ხო და ძალიან მთავარი არის კიდევ ერთი რამ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გაანალიზოს განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც დღეს კიდევ რაღაცა თავშეკავებული არის ამ მოვლენების მიმართ და ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ისტორიულ წყვეტაზე, რომ ჩვენ გვქონდა ისტორიული წყვეტა, ძალიან ბევრი დრო დაიხარჯა იმისთვის, რომ ჩვენი ისტორიის რაღაცა გარკვეული ნაწილები მთლიანად ამოეჭრათ და ასე ვთქვათ გაებათილებინათ, რომ ინფორმაციაც კი არ ქონოდა, ასე ვთქვათ, მომდევნო თაობებს ამ ისტორიული მოვლენების შესახებ, მაგრამ არსებობს პირადი ინდივიდუალური გამოცდილება, შენი ოჯახის პირადი ისტორიები. მე პირადად ჩემი ისტორიული წყვეტა, ჩემი პირადი ოჯახის, აი როგორც ერთი ადამიანის ნამდვილად არ მქონია, იმიტომ რომ ისე გავიზარდე, რომ აი ამ მთელი ამ რუსული რეჟიმის ზეწოლას ჩემი წინათაობები რაღაცნაირად მიყვებოდნენ და მიუხედავად საბჭოთა კავშირის პერიოდისა, რთული პერიოდისა, რაღაცნაირად ჩემამდე მოიტანეს აი ეს ისტორია. ისე რომ მე ეს ისტორიული წყვეტა ჩემი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე არ მქონია და ალბათ ეს მაძლევს კიდე იმ ძალას, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუო ამ უსამართლობას და არ შევეგუები და ასე უნდა იპოვოს ალბათ ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავისი პირადი ოჯახური, ასე ვთქვათ, ისტორიიდან გამომდინარე თავისი ისტორიული ამბავი, რომელზეც უბრალოდ არ უნდა დანებდეს და არ უნდა შეეგუოს ამას. ამის უფლება არ უნდა მივცეთ ჩვენს თავებს. გეთანხმები, ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ, რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ცდილობს ჩამოაყალიბოს დიქტატურა ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა და რატომ არ უნდა ჰქონდეს ფრუსტრაცია ამასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო მაგალითი არსებობს იმაზე, თუ როგორ ჩავარდა, ასე ვთქვათ, დიქტატურის ჩამოყალიბებას. რა არის ბოლო დიქტატურის, ასე ვთქვათ. დაგველოდეთ.